ამ თვალსაზრისით გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გაქვთ თუ არა ამის მოლოდინი, რომ ის რაც აქამდე ვერავინ შეძლოს, ახლა შეძლოს ახალმა პატრიარქმა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავ მის ამ ახალ გზას, მის ახალ ჯვარს, მის იმედი მაქვს მისი ამ როლის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება არა მარტო ეკლესიისთვის, ეს მე არ ვიცი, არამედ მთლიანად საქართველოსთვის აუცილებლად, როგორც საერო პირი შემელია ეს თქვა. რაც შეეხება შერიგებას, მე ვფიქრობ, რომ არასწორად არის საკითხი დაყენებული, იმიტომ რომ შერიგება შეიძლება შენ გამოიყენო როგორც იდეა მხარეების მიმართ, რომელთაც ერთმანეთი დააზიანეს ან აწყენინეს. გარკვეულწილად შენ შეიძლება შეარიგო მხარეები, რომლებმაც თანაბრად დააზიანეს ერთმანეთი. ჩვენს წინამდებარე შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკას და კონკრეტულად პოლიტპატიმრებს, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ტყუილად ხედან ციხეში. ანუ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც მაგალითად ეხლა ზვიად ცეცხლაძე თან ვიყავი მე მისული, როდესაც ის თესეულში აწყობდა გამოსვლებს, საჯარო განცხადებების გამო არის ციხეში, უკვე მეორე წელია ის პატიმრობაში იმყოფება. ჩვენი კანონმდებლობით თუ არ ჩავთვლით, აი ბოლო ჟამს, ზუსტად ბოლო ჟამის კანონმდებლობას, ეს დანაშაული არ იყო განცხადებების გაკეთება. ეს ბოლო დროს ის დრაკონული დიქტატორული კანონები, რაც მიიღეს, ამის მერე გახდა დანაშაული. თქვენ შიშობთ, რომ შესაძლებელია ვერ გამოინახოს პრობლემის გადაწყვეტის ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება? ნახეთ, თუ ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს შერიგება, მაგას მერე მოსდევს ის განცხადებები, რომ ჩვენ ორ მხარეს ვარიგებთ, შალვა პაპუაშვილს პირობითად ვარიგებთ ვიღაცასთან და აქედან მერე მოსდის განცხადებები, რომ მაშინ მეც რომ შევურიგდე, იმან ბოდიში უნდა მოიხადოს. მოქალაქეებს შორის აი ეზოში რომ ვარიგებთ ბავშვებს. ეს შეიძლება მართალია. არ ვიცი, ბოდიშამდე მივა თუ არა ეს ფიგურალურად საქმე, მაგრამ ანუ შეცდომების აღიარება ნებისმიერ ესეთი შეთანხმების, თუ გინდა შერიგება დავარქვათ, წინაპირობა ამის გარეშე არის შეუძლებელი. სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგ ქმედებასთან. აქედან მხარეს არის ხელისუფლების მიმტაცებელთა ჯგუფი, რომლებიც აგრძელებენ ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას და აღრჩობენ ხალხს. ამჯერად აღრჩობენ გადასახადებით, აღრჩობენ ჯარიმებით, აღრჩობენ სესხების გაძვირებით. ეს არის ერთ მხარეს. მეორე მხარეს არის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ჯგუფი. ადამიანები, რომელსაც რისთვის უნდა მოიხადოს მართლა ბოდიში ადამიანმა, რომელიც გაზრდილია, ამ ხალხის უმეტესობა გაზრდილია ზვიადის, მერაბის და ამბროსი ხელაიას ამ ხალხის იდეალებზე. ერთადერთი, რასაც ისინი ამბობდნენ, რომ აუცილებელია და უნდა მოხდეს საქართველოს გათავისუფლება. ამიტომ ეს შერიგებას არ გამოვიყენებ. მე ვიტყოდი შემდეგნაირად. ნახეთ, კათოლიკოს პატრიარქს შეუძლია მიმართოს თხოვნით მას, ვისაც აქვს ძალაუფლება, ვისაც აქვს ბერკეტი, რომ მან გადადგას კეთილი ნების ნაბიჯი იქით ამ მხრიდან, ანუ ასე ამგვარად მიმართოს და ეს ხალხი ციხიდან გამოუშვას. ეს იქნება სწორედ დაყენება ამ თემის. ანა, როდესაც დაიწყეთ თქვენ ახალ პატრიარქს საუბარი, აღნიშნეთ, რომ თქვენ გაქვთ მისგან სწორი ნაბიჯების მოლოდინი მისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რომ 22 წლამდე შიო მესამე ძალიან აქტიურ საერო ცხოვრებას ეწეოდა. დღევანდელ საჯარო პირებს შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდა მისი სამეგობრო წრიდან. თქვენც ხომ არ გაკავშირებთ მასთან რაიმე ურთიერთობა, მანამ სანამ ის საერო პირი იყო? ან შესაძლებელია ეს მეგობრობა შემდეგაც გაგრძელდა, მას შემდეგ რაც მან საკუთარი ცხოვრება უკვე ეკლესიას მიუძღვნა. მეც ბევრი მსმენია მის შესახებ, თუმცა თავისუფლებას ვერ მივცემ, რომ დავახასიათო რაღაცნაირად ასე ახლოს მას არ ვიცნობ. უბრალოდ მე მჯერა, რომ ამ ადგილას მოხვედრილი ადამიანი, ამ ჯვარით მოხვედრილი, ამ ტვირთით, ამ გზაზე გავლილი, რა გზაც მან არჩია ეს გზა,
რომელიც ადამიანმა არჩევა, ურთულესი გზა არის ნებისმიერი ადამიანისთვის, სხეულში დაბადებული ადამიანისთვის, ხო? მაგრამ აქვე ვიტყოდი, ის სკეპტიციზმი, რაც იყო გამოხატული, ვთქვათ, იყო ხოლმე მე ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის მოსკოვში სწავლობდა. მე არ უნდა დავემალოთ, ეს უნდა ითქვას, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დავამატებ, არა მხოლოდ ეს, ანუ იყვნენ ცალკეული მღვდელმთავრები, ვინც ამბობდა, რომ აი ეს რუსეთისთვის მოსაწონი კანდიდატია, რუსეთის კაცი არ არის, მაგრამ აი რუსეთს ის როგორც პატრიარქობის კანდიდატი მისაღებად მიაჩნიათ. ხო, გასაგებია და შეიძლება ვიღაცებს მეტი ინფორმაცია აქვთ, მეტი დასაბუთება აქვთ. მე უბრალოდ რაც მსმენია, ვთქვათ, კონსპირაციებს რო თავი დავანებოდ, ვინ მის მოწონს სიბინძურა, მე რომ მიმიღია საერთოდ ჩემი მტრებისგან არ ვიცი მე. რამდენიც გინდათ იმდენ სიბინძურეს ვიღებ და კონსპირაციის თეორიებს, რომ ჩემ თავზე რომ ვკითხულობ, მართლა მიყვარს ჩემზეა თუ არა დაწერილი, მაგრამ აი ამ საუბარია, რომ სწავლობდა რუსეთში, ხო, მაგრამ პარალელურად შეიძლება ითქვას იგივე ფაქტია, რომ ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ და კგბ-ს მიერ კონტროლირებად სასწავლებელში სწავლობდა ელენე ხოშტარია. გიმო აქვს დამთავრებული. როდესაც ნაწილი ჩვენ წავედით ამერიკაში სასწავლებლად, ელენე ხოშტარიამ დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ახსენებს ხოლმე ქართული ოცნება. არა, ოცნება არ მაინტერესებს. მე ვამბობ, რომ როდესაც ვიღაცაზე ვამბობთ მხოლოდ, რომ სწავლის ფაქტს მიუთითებთ, ნიშნულოვანია რომ გავითვალისწინოთ, რომ აქ სხვა ხალხიც არის, რომელსაც შეიძლება იგივე მახასიათებელი კონდეს თქო. ანუ თავისთავად, ვინცაც სწავლობდა, ჩემთვის საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანი გავაკრიტიკო. მოკლედ, აი რომ შევაჯამოთ ეს თემა და სხვა თემებზე გადავიდეთ, ამ ეტაპზე თქვენ როგორც პოლიტიკოსი ხედავთ, რომ ახალ პატრიარქს აქვს იმ დონის ნდობის მანდატი, რომ ელემენტარულად თუნდაც მოახერხოს ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო, პოლიტიკურად უკიდურესად დაპირისპირებული მხარეების თუნდაც ერთ მაგიდასთან დასხდომა და ქვეყნის ასე ვთქვათ ინტერესების სასარგებლოდ საკითხების განხილვის დაწყება. ჩვენ არ ვიცით ვინ რაზე შეჯერდება, ვინ რაზე შეთანხმდება, ვინ რას აღიარებს როგორც შეცდომას, ვინ რა კომპრომისზე არის წამსვლელი, მაგრამ ფაქტი ხომ ერთია, რომ ქვეყანა ასეთ პოლიტიკურ კრიზისში დიდხანს უბრალოდ ვერ იქნება. ცით რა, მე არ ვიცი საიდან მოვიდა ეს მისწრაფება, ადრეც რამდენიმე ოპოზიციონერმა თავიდან დაიწყო ალიანსი რო შეიქმნა, მაშინ დაიწყო რომ ციტირებას ვაკეთებ, რომ ჩვენ მათ დავსვავთ დიალოგთან იყო საუბარი, მე გამოვედი და მე კაცრად ვთქვი, აი საიდან მოვიდა ეს საჭიროება, არ მესმის რომ რა უნდა მოგვენატრა შალვა პაპუაშვილი, ვინმეს მოენატრა ბიძინა ივანიშვილი, ვინმეს მოენატრა ერთი წამი დამასრულებელი, ვინმეს მოენატრა ირაკლი კობახიძე და ჭირდება მათთან დიალოგი, არ ვიცი, აი ეს ერთ მაგიდასთან დავждეთ, რატო უნდა დავждეთ ერთ მაგიდასთან? ხალხო, რატო უნდა დავждეთ ერთ მაგიდასთან? არა, აი ამ საუბარს გულისხმობ, რომ ჩვენ ერთ მაგიდასთან უნდა დავждეთ არავითარი ინტერესი არ მაქვს, ერთი წამიც კი ვინმეს თქვენ გაქვთ ამდენი ცხოვრება, რომ ერთი წამი გაატაროთ ამ თაღლითებთან, რომლებმაც ხელისუფლება მოიტაცეს? აქ არის ერთი რამ, ორი მოთხოვნისგან შედგება. ქვეყანა კი არ იქნება ამ ხელა კრიზისში. ეს თაღლითები ვერ იქნებიან ამდენ კრიზისში, იმიტომ რომ უკვე სულში უძრებია საქართველოს მოქალაქეებს, ბოლო თეთრს ართმევენ. რატომ იცით? იმიტომ რომ ბიუჯეტში ფული არ არის. საერთოდ შეხედეთ, ფასები არის გაზრდილი, ფასებს დავწეთოთ, წავიდნენ და სესხები გაუძვირეს საქართველოს მოქალაქეებს. რატო გაგვიძვირეს? საშუალო კლასი 200,000 ადამიანია, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს და ყველას ერთი რატო რა ფასები გაძვირდა და ნავთობი გაძვირდა. ეს ჩაითვალა რომ ინფლაციური რისკების დასაზღვევად გაზარდეს ეს გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ანუ თქვენთვის დიალოგი თუნდაც არ ვიცი, საპატრიარქოს ინიციატივით და შუამავლობით არის აბსოლუტურად მიუღებელი. დიალოგი კი არა, აქ არის გასაკეთებელი. ბურთი მაგათა აქვთ, მოედანი მაგათა აქვთ. კენჭი არის მათ ბოსტანში. შეუძლიათ ადგნენ, ორი ნაბიჯი გადადგან. დანიშნონ ნორმალური არჩევნები და გაიყვანონ თუ არ უნდათ კრიზისი. ნახეთ, ევროპაში მიღებული ინსტრუმენტი არის. არის კრიზისი, იშლება მთავრობა, ინიშნება დროებითი არჩევნები, ხდება, ცოტა ხანში შეიძლება ეს ინგლისში მოხდეს, მუდმივად ხდება ყველგან.
ეს არის მექანიზმი. არის კრიზისში, მაგრამ იმის მაგივრად რომ არჩევნები დანიშნონ, რასაკეთებენ, რაზე უნდა ველაპარაკოთ? აი გამოგებინეთ, ნანახი მყავს თან ირაკლი კობახიძე იუსტიციის საბჭოში რომ ვიყავი და ვიბრძოდი. აი ის რომ არ მომხდარიყო ეს რაც დღეს მოხდა, რაც რის გამოც მოხდა ყველაფერი სასამართლოს თავისუფლებისთვის. მაშინ იყო მცდელობა, შევიდეთ სამუშაო ჯგუფში. ნანახი მაქვს როგორ მიყავს სამუშაო ჯგუფი. ან არ მინდა ეხლა რაღაცა მოვლენებს წინ გავუსწრო, იმიტომ რომ ჯერ არანაირი წინაპირობა, რაღაცა ასეთი მოლაპარაკების თუ შეხვედრების არ ჩანს, ისიც არ ვიცი ახალი პატრიარქის გეგმებში შედის თუ არა ზოგადად პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრა, ვგულისხმობ ოპოზიციას მათ შორის იმისათვის რომ კიდევ ერთხელ უშუალოდ მათგან მოისმინოს ის მოთხოვნები რაღაც უკვე აგერ 2 წელია ქუჩაში ყოველდღიურად ისმის ცოტა ხანი გადავდებ ამ მოვლენას ამ თემას გვერდით იმიტომ რომ როგორც თქვი არანაირი წინაპირობა ამისა ჯერჯერობით არ ჩანს თქვენ ფასები ახსენეთ ანუ ფაქტია რომ აი ამ ასე ვთქვათ 7 სხდომიანი საპარლამენტო სხდომებს გულისხმობთ რომ სამთავრობო სხდომები რომ მივამატოთ კიდევ უფრო მეტი იქნება და სუსის ჩართულობის შემდეგ რადგან ეს თემა დიდი ეროვნული შერიგება ძალიან აქტუალურია, დიდი ეროვნული ფასდაკლება არ გამოვიდა. მაგრამ ხედავთ ერთმანეთს მიყოლებით სუპერმარკეტების განცხადებებს, ზოგი სოციალურ კალათას სთავაზობს მომხმარებელს 15 აუცილებელი ასე ვთქვათ სამომხმარებლო საკვები პროდუქტით ძალიან დაბალ ფასად და ზოგი ამბობს რომ სოციალური ბარათის მფლობელებს 10%-იანი ფასდაკლება ექნებათ სააქციო პერიოდში და არასააქციო პერიოდში და მოკლედ დიდი შეღავათით ისარგებლებენ. ანუ როგორ ფიქრობთ, აი აქედან მაინც გამოვა რამე, ანუ შეძლებს მთავრობა ნაწილობრივ მაინც დააკომპენსიროს ის დაპირება, რომელიც რეალურად ვერ შესრულდა? პირველ რიგში რაც შეიძლება გაკეთებულიყო და ხვალვე შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფასო. ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ბევრ დედაქალაქში გამოიყენება საარსებო კრიზისის დროს, რომელიც არის დღეს ჩვენს წინაშე. პირველი, ერთ დღეში გაკეთებადი ფაქტი არის ეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდეს უფასო. ხო, მაგრამ ეს ხვალვე შეუძლია გაკეთდეს თბილისში და დედაქალაქში. არ ვიცი რომ მქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს თქვენთან კამათის შესაძლებლობა, ალბათ გითხავდათ რომ როგორც ვიცით მუნიციპალურ ტრანსპორტზე ძალიან ბევრი სოციალური შეღავათი სარგებლობს და რა ვიცი მოსწავლეებიდან დაწყებული, სტუდენტებით გაგრძელებული, სოციალურად დაუცველები, ასაკეთ პენსიონერები, პედაგოგები საკმაოდ ისეთი შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობისას. თუ ჩვენ გვინდა რომ სწორედ აი ამ სოციალურად მოწყვლად ფენას შევუმსუბუქოთ ტრანსპორტის ტარიფით გამოწვეული ფინანსური ტვირთი. ეს რას მოგცემს? ქალბატონო ემა, მე პირადად გეტყვით, რომ ყოველ დღე შეგიძლიათ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ სიამოვნებით და ვკითხოთ იმ ინსპექტორებს, რომლებიც ამოწმებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რამდენ შეურაცხყოფას დიახაც კონფლიქტს და ჯარიმას და პასუხს იტანენ ყოველ დღე, იმიტომ რომ ისინი ადამიანები სატრანსპორტო გადასახადს ვერ იხდიან. მე ტრანსპორტით დავდივარ და ყოველ დღე ამ ადამიანებისთვის, რომელიც ხა კალაძის მილიონებში არავინ არ ბანაობს. მუნიციპალური მგზავრობისთვის საჭირო 1 ლარის გადახდაც კი ძალიან უჭირს. ეს არის რეალური ფაქტი და თუ ვინმეს ამის არ ჯერა ოცნებასთან ამასთან საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ტრანსპორტით არ დადიან, სხვას შეუძლია გადაამოწმოს, მუდმივი კონფლიქტის საფუძველი არის გადაუხდელი ის გადასახადი. ჩვენ მოქალაქეებს უჭირთ და მაშინ, როდესაც ეხლა ეს ფეიქ განცხადებები სუპერმარკეტების, რომელსაც ვერც მე და ვერც თქვენ ვერ დავიტყვით, სინამდვილეში 5 მილიონი ლარი მარტო ჯარიმებით იყო ამოღებული 2025 წელს. იმ წელს, როდესაც ყველანაირი საერთაშორისო დახმარება შეჩერდა, ყველანაირი ინვესტიცია შეჩერდა, ფული ქვეყანაში არ შემოდიოდა, კიდე ზევიდან მიადგნენ და 5 მილიონი ლარი ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღეს. რეგიონული ტრანსპორტი გაძვირდა აი ახლა. ანუ ხალხი, რომელიც მოძრაობს თბილისის გარეთ მიდის, იქ რაღაცა საცხოვრებელი აქვს, ელემენტარული სარჩო აქვს, სოფელი ხო აღარ არის. აი სოფელი ხო მოკვდა როგორც ასეთი და აღსადგენია, როგორც იდეა, ქართული სოფელი ჩაკლეს
ქართულმა ოცნებამ ქართული სოფელი მოკლა. ქართულ სოფელში ბავშვი და ახალგაზრდა და მეურნეობა რაც იყო სოფელი და მე მინდა გითხრათ აი ხა ნასწავლი ვარ, ნაცხოვრები ვარ, ნახევარი საქართველოს უცხოეთში ცხოვრობს. ყველა მიცის რომ ევროპის საშუალო კლასის ცხოვრების იდეალი არის ეს. ცხოვრება კარგ ეკოლოგიურ გარემოში, თავისი პატარა მეურნეობა, კი ბატონო, დაждდება მერე მატარებელსა და მუშაობს ქალაქში. ეს იდეა ჩვენთან მოკვდა. ესე იგი ინდუსტრიული გაუბედურებული უნდა ჩამოვიდეს ადამიანი 12-მა კაცმა როგორც ამას წინათ რამდენიც გინდა იმდენი უცხოეთიდან შემოსული ადამიანი რო ცხოვრობს საქართველოში 12 და 16 ადამიანი ერთოთახიან ბინაში მანქანებში ძინავთ ჩვენ თანამოქალაქეებს ეს არის ჩვენი რეალობა და ამ დროს ეხლა რაღაცა უნდა მინიმალურ ფასადს შესთავაზონ ეგრეთ წოდებული სოციალური კალათა მეორეს მხრივ ეს გაზრდილი საგადასახადო წნეხი გულისხმობ ჯარიმებს, შემდეგ თუ ჯარიმას ვერ გადაიხდი, ზემოდან ხო საურავებს, სახელმწიფო სერვისებს, რომელზეც ასევე გაზრდილია მომსახურება და ზოგადად სხვა მხრივ გაძვირებულ სამომხმარებლო ფასებს, ეს ვერანაირად ვერ დააკომპენსირებს, ასე ვთქვათ. ვერ დააკომპენსირებს, იმიტომ რომ ჩვენი სოციალური კალათა ვერ დააკომპენსირებს ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილ ხარჯებს. ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სისტემა და ესე იქნება, სანამ ეს ხალხი იქნება ხელისუფლებაში. არის უსამართლო ეკონომიკური სისტემა. გეუბნებით, აი ადამიანი რო ცუდად არის და კიდე წიხს რო ჩაარტყავ, ხო წარმოუდგენელია. საარსებო კრიზისია ქვეყანაში და მოუმატეს სესხებს. ანუ 200,000 ადამიანს, რომელმაც გაბედა და აი ამ უსამართლო ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ბინა იყიდა საქართველოში, რაღაცას შეწვდა, მივიდნენ და ისედაც იხჭობა ადამიანი, ბენზინი გაუძვირდა, ყველაფერი საკვები გაუძვირდა, მივიდა და სესხი მოუმატეს. ამას ვინ აკეთებს? ანუ ადამიანს რომ მაღალი წნევა აქვს და კიდე წიხს ჩაარტყავ, ეს გაგვიკეთეს. რატო იცით? იმიტომ რომ ღრმად უსამართლო ეკონომიკური სისტემა. დიდარი უნდა გამდიდრდეს და ღარიბი უნდა გაღარიბდეს. დიდრების გამდიდრებაზე გამახსენდა, როგორც ხედავთ ჩვენ, ისევ ბრუნდება საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორიისთვის ხელფასების გარდა და უნდა ვთქვათ, რომ არც ისე დაბალი ხელფასები აქვთ, მათ შორის კერძო სექტორთან შედარებითაც და საჯარო უწყებაში ვიცით, რომ ინფლაციის შესაბამისად ყოველწლიურად 10%-ით კანონით იზრდება, ისედაც ხელფასი იმისათვის, რომ მათი მიმდინარე შემოსავლები მიმდინარე გაზრდილ ხარჯებს გაწუდეს. ბრუნდება მოკლედ პრემია დანამატების და ჯილდოების, ფულადი ჯილდოების პრაქტიკა. რა ვიცი, რით ახსნით ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ეს კორუფციის რისკებს არ შეიცავსო და აი სხვა რით შეიძლება იყოს ნაკარნახევი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. მე ძალიან ხელფასი არ ყოფნით? ძალიან დიდ პატივს ვცემ აი ადამიან ჩვენ სახელმწიფო საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავის ფუნქციას ასრულებენ ქვედა დონეზე. ეხლა ხას ხო ვიყავი სომხეთში და მშვენიერი გადავედი საზღვარზე, გადმოვედი, ფანტასტიკური ადამიანები მუშაობენ იქ, თავის საქმეს აკეთებენ. მათ ერთგულებას და მათ ყმობას არ ყიდულობს ეს გადაწყვეტილება. ეს ყიდულობს ზედაფენის კოლექტიური ზარქუების ერთგულებას ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ ზემოდან დანამატს ბიძინა ივანიშვილის ფულიდან კი არ გადაუხდის იმებს, ამ ხალხს, მათი ერთგულებისთვის, მათი ყმობისთვის. არამედ გადაუხდის მე და თქვენი მიერ გადახდილი გადასახადებინა. ამის პარალელურად ისევ მონურ ხელფასებზე მუშაობენ სასტრაფოს ექიმები, ბაღის მასწავლებლები. საერთოდ რა გმირობის ფასად მუშაობენ ქართველი ბაღის მასწავლებლები, ამას რა ქვია, არ ვიცი. და ან ჩვეულებრივი მასწავლებლები საათებისთვის დაძდევენ ერთმანეთს, რომ ის 20 და 30 ლარი მოემატონ თვეში. მათ ვერ გაუმჯობესდება ცხოვრება, იმიტომ რომ
ეკონომიკური სისტემა უსამართლოა. ურჩევნია 15 მინისტრის და მათი მოადგილის ერთგულება იყიდოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ კარგად აბანაოს ოქროში და შოკოლადში და დანარჩენი საქართველოს უნდა ყავდეს მონობაში. ეს არის ეს ეკონომიკური სისტემა. როდესაც მე ვთქვი, აი იმაზე რომ განსხვავებული ფასები უნდა დაწესდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ხო? მოქალაქეებისთვის უფასო, არა მოქალაქეებისთვის, რაც ფასი ჭირდება მერიას. ეხლა მე მინდა აი ძალიან სერიოზული ფაქტები მინდა გითხრათ მარტვილის კანიონი. აი ეხლა ცოტა ხნის წინ მუშტაეთის პარკში გაკეთდა ახალი პარკი, მე დამყავს ბავშვი და ვხედავ 15 ლარია შესვლა. მეგობრებო, როგორ შეიყვანს ორ ბავშვს თბილისში მაცხოვრებელი ადამიანი, ან მარტვილის კანიონში, ან უფლისციხეში, რომელსაც არის ასევე გადასახადი დაწესებული, ხო? ან ბოტანიკურ ბაღში, კაი, ცოტა იაფია შედარებით, მაგრამ ბოტანიკურ ბაღში ხალხი რო ცხოვრობს, იმას გასეირნება არ უნდა, იქ ყოველ დღე პენსიონერი რო არის. და ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დარჩენა რთულია, იმიტომ რომ ესეთი სისტემაა, რომელიც მოქალაქეს აღრჩობს. ხო, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სხვათა შორის დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა გააკეთეს კომენტარი. გულისხმობს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ 68 ხმით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, რომ მოკლედ დაასანქციონონ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები, არა და ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, მათ შორის მგონი საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად თუ არ ვცდები, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. სხვა შორის ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ეს რეზოლუცია პირდაპირ სალომე ზურაბიშვილის, ანუ მეხუთე პრეზიდენტის ავტორობით არის შედგენილი. მე თქვენგან მაინტერესებს როგორც პოლიტიკოსისგან, როგორც იურისტისგან, რა სამართლებრივი ან რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ტიპის რეზოლუციის მიღებას. ეს გარდაუვალი იყო სხვათა შორის, გარდაუვალია მსგავსი რეაგირება, იმიტომ რომ როგორც არაერთხელ აღნიშნეთ და აქაც იყო განხილული თქვენს ეთერში, უნგრული ცვლილების ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად, ხო, რომელიც არჩევნებით მოხდა, მაგრამ უზარმაზარი ცვლილება და ტრანსფორმაცია, ამის შემდეგ ევროკავშირი ახლა ძალიან გაძლიერებულია, ერთსულოვანია. შესაბამისად მას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ამიტომ ჩვენ არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთი იქნება თუ ბალტიისპირეთი სხვადასხვა ქვეყნები ეცდებიან, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ევროპულ ინსტიტუტებს მიმართონ. რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, თქვენ იცით, ჩემი წარმოდგენა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ეს მაღალი წარმოდგენა არ არის სამწუხაროდ. მე მას ვფიქრობ, რომ მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისთვის, რომ ძალიან მაღალი საპროტესტო მუხტი თავის დროზე, რომელიც პიკში იყო, მინავლებულიყო, მან მინიმუმ არ გამოიყენა შესაძლებლობა, უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, რეალურად მიანავლა ის ძალიან სერიოზული განწყობა. შეგიძლიათ, ანუ ნოემბერ-დეკემბერში, ასე ვთქვათ, არსებული საპროტესტო მუხტი, რომელიც იყო საზოგადოებაში, ანუ სალომე ზურაბიშვილმა როგორ, არ ვიცი, ჩაახშო, განეიტრალა, ანუ უარყოფით ნეგატიურად იმოქმედა, აი როგორ შეეძლო მას ერთ ადამიანს, თანაც ის ამბობს, რომ პოლიტიკოსიო არ ვარო, აი როგორ შეეძლო ამხელა გავლენა ქონოდა საპროტესტო მუხტის ჩახშობაზე. ეხლა მოდი ვთქვათ, რომ ის არ იყო ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იყო აღჭურვილი შესაბამისი იმუნიტეტით, რომელიც ასევე აკეზებდა პროტესტში, აქტიურად მონაწილეობდა, აკეთებდა განცხადებებს, აკეზებდა ამ მუხტს, მაგრამ როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯები იყო გადასადგმელი საპროტესტო, ის უბრალოდ მან ვერ გამოავლინა ლიდერის თვისებები, რომელიც მანამდეც ნახეთ არაერთხელ გააკეთებინა და რა არ გააკეთა. შეგიძლიათ ახლა მარტივად კი, მარტივად გეტყვით, 25 დეკემბერს შარშან 2024 წლისას მე ვთქვი, რომ ის არ უნდა გამოსულიყო ორბელიანის სასახლიდან, მას ჰქონდა მაშინ საპრეზიდენტო იმუნიტეტი, ის იცნობდა მას აღიარებდა და იცნობდა მთელი მსოფლიო, 66 ოპოზიციონერ დეპუტატს ასევე ჰქონდა, ჩვენ ვიყავით დეპუტატები, მაშინ მანდატის შეწყვეტილი არ გქონდა. მას შეეძლო ზუსტადაც მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გზით გაეგრძელებინა პროტესტი და ყოფილიყო ამის ლიდერი. ამის მაგივრად ზუსტად ისევე როგორც ნებისმიერი თანამოქალაქე უბრალოდ მიდის პროტესტებზე და მერე მოდის უკან. და ეხლა ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ მაგალითად სესხების გადაწყვეტილება ნათია თურნავა აერიდან არ არის მოსული, მისი არჩეული კადრია. ასევე მურუსიძე ჩინჩალაძის მთავარი
გამამყარებელი იუსტიციის საბჭოში თამარ ღვამიჩავა მისი დანიშნული კადრია გიორგი კალანდარიშვილი რომელზეც თავზეც ამდენი ხანია დამოკლეს მახველი კონციალობს CSKO-ში მისი წარდგენილი კადრია ამას თუ დაუმატებთ მაშინ გაუსვა მხარს რომ მის გადაწყვეტილების მიღების გონივრულობაში მე ეჭვი მეპარებ. ანუ რით ხსნით მის ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ წავიდა რისკზე თუ რაღაცა სხვა მიზანი ამოძრავებდა. არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, მე არ მიყვარს კონსპირაციის თეორიები. ყოველთვის შედეგით უნდა შეხედო ადამიანის მოქმედება ვის აძლიერებს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამან ყველაფერმა გააძლიერა დრო მოაპარინა ბიძინა ივანიშვილს. ანა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც უკვე დაგკვირდით. დიდი